არ ვიცი, ამას გვაჩვენებს დრო, როგორც დრომ გვაჩვენა ის რომ დღემდე არ ეგუებიან ადამიანები, რომლებიც აქ რუსთაველზე დგანან, არ ეგუებიან იმ უსამართლობას, იმ რეპრესიებს, რომელსაც პირდაპირ რეჟიმი თითოეული ჩვენთაგანის წინააღმდეგ ახორციელებს. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მედეგობის, მე დარწმუნებული ვარ იმის, რომ ამხელა ძალისხმევა, რომელიც ამ ადამიანებმა გაწიეს წელიწადზე მეტია და ყოველ დღე აქ მოდიან დგანან იმისთვის, რომ დაიცვან ღირსება პირველ რიგში, დაიცვან თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების და ვალდებულებებიც ფაქტიურად, იმიტომ რომ აქ თავიანთი სურვილით არავინ არ არის, რომ გარეთ იდგეს ხუჩაში წელიწადზე მეტი, სიცივეში, სიცხეში, ყინვაში და ასე შემდეგ, ხო? ბატონო ბაჩო, თქვენი სარჩელი მიიღო სტრასბურგის სასამართლომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმესთან დაკავშირებით და ითხოვთ თქვენ, რომ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა დადასტურდეს, ხო? გითხარით, რას ნიშნავს, როდესაც სტრასბურგმა უკვე ეს სარჩელი მიიღო განსახილველი? ხო, ჩვენ გავაგზავნეთ ეს ოქტომბერში, ზუსტად რიცხვი არ მახსოვს. და დღეს მივიღეთ პასუხი იქიდან, რომ უკვე წარმოებაში მიიღო, ასე ვთქვა, სტრასბურგის სასამართლომ, რაც პირადად ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ამ დროში რაღაცნაირად დაჩქარებულად გამოვიდა, ფაქტიურად თვენახევარში თითქმის 2 თვე არ დასჭირდა ამ ამბავს, რომ მას წარმოებაში მიიღო. ეს ჩემთვის ამბობს იმას, რომ ცივილიზებულ სამყაროს ჩვენს მიმართ აქვს ინტერესი, ის არ კარგავს და პირიქით უფრო მეტი ასე ვთქვათ, ინტერესით აკვირდება რეჟიმის მოქმედებას იმ თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელსაც ის ახორციელებს და ამისთვის ყველას მოეთხოვება პასუხი და მე აუცილებლად მინდა ვთქვა ისიც, რომ ის მოსამართლეები, თუ მოწმეები, თუ ასე შემდეგ, ყველა სამართალდამრღვევი, რომელიც პირადად ჩემს უკანონო განაჩენთან და სხვა ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო განაჩენთან, სინდისის პატიმრებთან თუ პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ტყუიან, ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ, როგორც სამართლებრივი, ასე მორალური პასუხისგება იმ საზოგადოების წინაშე, რომელიც საზოგადოების წინაშე ჩაიდინეს პირდაპირ დანაშაული.